სასკოლო ახალ რეფორმაზე ვიმსჯელოთ, როგორც გამოგვიცხადეს, საქართველოში 12-ის ნაცვლად 11 წელი იქნება საშუალო განათლება და აქედან კიდევ 1 წელი პროფილურიო. გამოდის, რომ ახალგაზრდები ისწავლიან მხოლოდ 10 წელს, მე-11 წელს გაიმეორებენ რაღაც იმ საგნებს, რომლის ჩაბარებაც უნდათ ეროვნულებზე და მე-12 წელს რა იქნება, არავინ იცის, ანუ ერთი სკოლა იქნება, სადაც ყველა უბანში ყველა ისწავლის, ანუ ძალიან ზოგადი კონცეფცია არის, რომელსაც არგუმენტები არ ახლავს და უცნაურია თან, როდის აპირებენ ამის გაკეთებას მომავალ წლიდან უკვე წელს მე-11 კლასელები აღარ გადავლენ მე-12-ში თუ აი ეს კონკრეტიკა აკლია. განათლების სისტემას კი არა, აპლიკანტებს თხოვენ ხოლმე კონკრეტიკას, როდესაც სამოტივაციოს წერენ და წარმოიდგინეთ ამ ხელა ქვეყნის რეფორმა ხორციელდება ისე, რომ კონკრეტული თარიღები არ ვიცით. და ასევე მინდა გთხოვოთ, იქნებ მე ვერ ხვდები და გამაგებინოთ, როგორ შეიძლება გაზარდოს სკოლაში სწავლის ხარისხი, სწავლის დღეების ან წლების შემცირება. უბრალოდ ამიხსენეთ. შეიძლება მე ვერ ხვდები და არ ვარ ასეთი განათლებული. დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, როგორ გაიზრდება ხარისხი.